გამარჯობა, მე ვარ ბესიკ მაშავა, მე მუშაობდი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში 2021 წლიდან 2024 წლის ჩათვლით. დეკემბრის თვეში სამწუხაროდ მომიწია მუნიციპალიტეტის დატოვება. მიზეზი იყო აზრის გამოხატვის თავისუფლების პრობლემა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. შესაბამისად, დადგა ის დრო, როცა გადაწყვეტილება უნდა მიიღო და გამეკეთებინა არჩევანი თავისუფლებასა და მონობას შორის პრაქტიკულად. ეს იძულებული დღის წესრიგი, რომელსაც ადგილობრივი თანამშრომლები უნდა დამორჩილებოდნენ, ეგრეთ წოდებული message box-ი იყო გავრცელებული, ალტერნატიული აზრის გამოთქმა აკრძალული იყო, როგორც საჯარო სივრცეში, ასევე პირად საუბრებშიც კი. ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ არ შევგვებოდი მიმდინარე პროცესებს და მეთქვა ჩემი სათქმელი იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობდა ამ ქვეყნის პროდასავლური მომავალი, რაზე გაჩუმებაც პრაქტიკულად ესე მორალური დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა. რამდენიმე დღეში შევიტყვე საქართველოს უნივერსიტეტის კამპანიის გაიმბიჟნეს შესახებ, რომლის ფარგლებშიც პრაქტიკულად დავსაქმდი საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონალურ წარმომადგენლად ქალაქ ფოთში, რაც ჩემთვის აბსოლუტურად ესეთ კომფორტული აღმოჩნდა. ჩემთვის ახალი გამოწვევა იქნება ამ პოზიციაზე მუშაობა, განსაკუთრებით ძალიან სასიამოვნო იქნება აბიტურიენტებთან მუშაობა, იმისთვის რომ ღირსეულად წარმოვადგინო საქართველოს უნივერსიტეტი მის ესეთი შესანიშნავი პროგრამებით.